The situation in Gaza is Gazაში კატასტროფული მდგომარეობაა. Ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ისრაელმა დაუშვა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ეს წვეთია ოკეანეში. დახმარება უნდა მიეწოდოთ დაუყოვნებლივ, დაბრკოლების გარეშე და მასშტაბურად, რადგან ეს საჭიროა. ეს პუნქტები ისრაელელებთან მოლაპარაკების დროსაც ჩამოვთვალე. ასევე საუბრები მქონდა გაეროსა და რეგიონულ ლიდერებთან. მდგომარეობის შესაცვლელად ზეწოლაა საჭირო. დღევანდელი ჩვენი დისკუსიიდან ირკვევა, რომ უმრავლესობა ისრაელთან ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლის გადახედვის მომხრეა. ამრიგად, ჩვენ ამ პროცესს დავიწყებ და ამავდროულად დახმარების მიწოდების აღდგენა უკვე ისრაელზეა. სიცოცხლეების გადარჩენა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. სირიაზე მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააუქმონ ყველა ეკონომიკური სანქცია და შეინარჩუნონ ისინი, რომლებიც ასადის რეჟიმთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთანაა დაკავშირებული. ეს გადაწყვეტილება შექცევადია და პროგრესია დამოკიდებული. შეუძლებელია მშვიდობის მიღწევა ეკონომიკური განვითარების გარეშე და სტაბილური სირია ყველას გვჭირდება. ყველაფერი იდეალურია? არა, ეს ასე არაა და აშკარაა. თუმცა ვფიქრობ, რომ სირიელ ხალხს შანსი უნდა მივცეთ. ამრიგად, სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანია და აფერხებს რუსეთის შესაძლებლობებს ომის წარმართვაში. ევროპის ეკონომიკაზე სანქციების გავლენა შეზღუდულია, რადგან ჩვენი ენერგორესურსები გავამრავალფეროვნეთ. შესაბამისად, მინისტრებმა სანქციების მომდევნო პაკეტის სწრაფად მომზადება ითხოვეს. ჩვენ ვთქვით, ვგულისხმობ, რომ ბევრმა ქვეყანამ თქვა, თუ რუსეთი არ დასთანხმდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, მეტი ზეწოლა იქნება. რა თქმა უნდა, სანქციების მომდევნო პაკეტზე მუშაობაა ის ზეწოლა, რომლის განხორციელებაც შეგვიძლია.